სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელეთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ როგორც იცით, ძველ აღთქმაზე ვართ და დღეს დაბადების 38 თავს განვიხილავთ. ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია და ამიტომაც ეს ნაწილში არ შეიტანა ბატონ უორენმა და დატოვა როგორც ჩანართი. აი ესე დაარქვა, ჩანართი. რაღაცნაირად მართლაც ეს გასაოცარი თავი არის ბიბლიაში. შეიძლება შევადაროთ ლოტის იმ ისტორიას, როდესაც მას გარკვეულად ძალიან ისეთი ისტორიაში ძალიან უჩვეულო ურთიერთობა ექნება თავის ქალიშვილებთან და ესეც ეს ისტორიაც იუდას ისტორია ძალიან უჩვეულო ისტორია და ბიბლიაში შეიძლება ვნახოთ ესეთი ისტორიები მეფეთა წიგნებში ან კიდევ წინასწარმეტყველებში, სადაც ღმერთი სასწაულებრივად მოქმედებს და ჩვენთვის თანამედროვე ადამიანებისათვის ძალიან განსხვავებულ მიდგომას იჩენს ისეთი ადამიანებისადმი, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის რაღაცა წმინდანება წარმოგვიდგება, მაგრამ ღმერთისათვის ისინი ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანები არიან და ამ ცოდვას ღმერთი უსწორებს სასწაულებრივად. და არ დაგვავიწყდეს, რომ იუდა ეს არის ძალიან ისეთი ტომი, საიდანაც იაკობის შვილების ერთ-ერთი წარმომადგენელი, საიდანაც მესია იესო ქრისტე გამოდის. და თამარი, რომელიც აქ მოხსენებულია, მისი რძალი, რომელთანაც ის იცხოვრებს, ის გენეალოგიაში შედის, იესო ქრისტეს გენეალოგიაში. ეს არის საოცრება. თუნდაც როგორც რაჰაბის ისტორია, მეძავი რაჰაბის ისტორია გახსოვთ და ესეთი ჩართვები არის ხოლმე ბიბლიაში, რომლებიც ცოტათი ერთგვარად გამოგვაფხიზლებს, შეიძლება ესე ითქვას. მოდით მოусმინოთ, ჯერ წავიკითხოთ ეს თავი, და ერთი თავია და მე არ წააგვართმევს დიდ დროს. და შემდეგ კი განვიხილოთ ის კომენტარები, რომელსაც გვთავაზობს უორენ ვირსბი. ესე იგი, როგორც გითხარით, დაბადების 38 თავი. მაშინ იყო, რომ დაშორდა იუდა თავის ძმებს და ყადულამელი კაცის სახელად ხირას მახლობლად დასახლდა. და თუ 37 თავს ჩვენ დაუბრუნდებით, ნახეთ როგორ გახსოვთ ხომ იუდას ინიციატივა იყო, რომ გაეყიდათ ისი. არ არის გამორიცხული, რომ ამას განიცდიდა იუდა და მამამისთანაც შეიძლება ძალიან ესე უხერხულადაც გრძნობდა თავს. რეუბენიც შეეცადა, გარკვეულად თლიანად გადაერჩინა, იოსები წაეყვანა და იუდა მერე ეს გამოსავალი ნახა, რომ არ მოეკლათ ძმებს, ხო? ესე იგი, ცდილობდნენ მისი ძენი და ასული ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეში ემა თქვა. ესე იგი, ლაპარაკია იაკობზე, რომელსაც აცნობეს, ხო? 37 თავი ესე მთავრდება. გლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში და დაიტირა იოსები მამამისმა, ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში პოტიფარს ფარაონის კარისკაც ცოლთა უფროს მიყიდეს. და აი ამის შემდეგ, ესე იგი, ნახეთ, მაშინ იყო, რომ დაშორდა იუდა თავის ძმებს და ყადულამელი კაცის სახელად ხირას მახლობლად დასახლდა. და ნახა იქ იუდამ ვინმე ქანაანელი კაცის სახელად შუაყის ასული მოიყვანა და შევიდა მასთან. დაურსულდა და ეყოლა ძე და დაარქვა სახელად ყერი. კლავ დაურსულდა და ეყოლა ძე, რომელსაც ონანი დაარქვა. კლავ ეყოლა ძე, რომელსაც სახელად შელა დაარქვა. ქეზიბში იყო იუდა მისი შობის დროს. ყერს თავის პინშოს ცოლი შერთო იუდა, რომელსაც თამარი ერქვა, მაგრამ ბოროტი იყო უფლის თვალში ყერი, იუდას პინშო და მოაკვდინა იგი უფალმა. დაუთხრა იუდამ ონანს, შედი შენი ძმის ცოლთან, ქმრად გაუხდი და აღუდგინე თესლი შენ ძმას. ხედავთ, პირველად ხვდებით ლევირატის იმ წესს, რომელსაც მერე მოსე დააკანონებს, ღმერთი ეტყვის და ეს კანონად შევა, იცით, ეს ლევირატის ამბავი. გახსოვთ, მერე ჩვენ რუთში ხვდებით ამას უკვე მოგვიანებით. რუთთანაც ხდება ესეთი რაღაც. იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და როცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის. და ამბობენ, რომ ონანიზმიც აქედან მოდის ეს ტერმინი. ბოროტება ჩაითვალა უფლის წინაშე მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა ღმერთმა. უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს, ვიდრე შელა ჩემი ძე გაიზრდებოდეს, ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში. ეშინოდა, ისიც მისი ძმებივით არ მოკვდარიყო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამის სახლში. მრავალმა დღემ განვლო, გარდაიცვალა იუდას ცოლი, შუაყის ასული და გლოვის დღეების შემდგომ თიმნაში თავისი ცხრის პარსველებთან წავიდა იუდა, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად. ამცნეს თამარს, ცხრის გასაპარსად მიდისო შენი მამამთილი თიმნაში.
და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს. ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული. მიუბრუნდა და კითხა: შემომიშვებ შენთან? არ იცოდა რომ ბრძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: რას მომცემ რომ შემოგიშვა? უპასუხა: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა იუდამ. და თამარი ეუნება. უთხრა თამარმა: წინც თუ დამიტოვებ, სანამ თიკანს გამომიგზავნი? კითხა იუდამ: რა გინდა რომ წინდად მოგცე? უპასუხა ქალმა: შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთა გაქვს. მისცა იუდამ და შევიდა მასა და დაორსულდა ქალი მისგან. წავიდა პირბადე მოიხადა და კვლავ შეიმოსა ქვრივის სამოსით. გაუგზავნა იუდამ თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით თიკანი, რათა წინდი დაებრუნებინა ქალისაგან, მაგრამ ვერ იპოვა ქალი ყადულამელმა და კითხა იქაურ კაცებს: სად არის მეძავი ყენაიმის გზაზე რომ იჯდა? მიგვეს: არ ყოფილა აქ მეძავი. დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა კაცებმაც მითხრეს რომ არ ყოფილაო აქ მეძავი. თქვა იუდამ: ნეტა აეღო რომ დასაცინი არ გავხდეთ. აი მე გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი. 3 თვის შემდეგ ამცნეს იუდას: შენ მარძალმა თამარმა იბოზა და ორსულა დაახლა. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას. და როცა გამოყავდათ, შეუთვალა თავის მამამთილს: იმ კაცისაგან ვარ ორსულად, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის. თან დაზინა, ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და კვერთხი. იცნო იუდა და თქვა: მართალია თამარი, რადგან მე არ მივათხოვე იგი შელას შემძეს და მეტად აღარ შეუცვნია იგი. შობიარობის ჟამა რომ მოაწია, აჰა ტყუპები არიან მის მუცელში. და შობისას გამოყო ერთმა ხელი და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა. თქვა: ეს გამოვიდა პირველად. როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, გამოვიდა მისი ძმა. თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიეს ხუდე და ეწოდა სახელად ფერეცი. ნახეთ, ეს არის გაგრძელება გენეალოგიაში, ხომ? იუდას შემდეგ ფერეცი. შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მეწამული ძაფი ება ხელზე და ეწოდა სახელად ზერახი. საოცარია რა, ნამდვილი შვილები, რომლებიც ქანაანელი ცოლისგან შეერთო, ღმერთმა ისინი არ მოათავსა გენეალოგიაში და აი ფერეცი, ერთ-ერთი ამ ტყუპის თაგანი, ღმერთმა შეიყვანა. ეს არის 38 თავი, ასეთი რაღაცა პატარა ექსკურსი და მე ისე დაუბრუნდებით იოსების ისტორიას. და ამას უწოდა იუდა და თამარი, ესეთი სახელწოდებით ამ ჩანართს 38 თავს. ამ თავში მოვლენები როგორც ჩანს ხდება მაშინ, როდესაც იოსები ეგვიპტეში იმყოფებოდა. იოსები 17 წლის იყო, როდესაც გაყიდეს და 30 წლის, როდესაც ტახტზე აიყვანეს, რაც 13 წელს გვაძლევს. როდესაც დაუმატებთ 7 სიუხვის წელს და 2 შიმშილობის წელს, თქვენ 22 წელი გაქვთ, სანამ იოსები ძმებს შეურიგდებოდა. ეს საკმარისი დრო იყო იუდასათვის, რომ დაქორწინებულიყო, გაეჩინა 3 ვაჟი, დაემარხა 2 ვაჟი და 1 ცოლი და თამართან ურთიერთობა დაეწყო. და თუ მისი ქორწინება იოსების გადასახლებამდე მოხდა, თქვენ კიდევ უფრო მეტი დრო გაქვთ ხელმისაწვდომი. ხლა, რატომ არის ეს ამბავი აქ ჩაწერილი? პირველი ქვეთავი ესე არის ისტორია. დაბადების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩაწეროს იაკობის, ისრაელის 12 ტომის დამაარსებლის ოჯახის წარმოშობა და განვითარება. ისრაელიანები ეგვიპტეში დიდი ოჯახით ჩავიდნენ და 4 საუკუნის შემდეგ ისინი ეგვიპტედან დიდ ერად გამოვიდნენ. იცით ხომ, თითქმის 3 მილიონზე მეტი იყვნენ. რადგან 70 სული ჩავიდა და 3 მილიონზე მეტი გამოვიდა. რადგან იუდას ტომი სამეფო ტომია, საიდანაც მესია უნდა მოსულიყო. იუდასთან დაკავშირებული ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბადების წიგნის ისტორიისათვის. ამ თავის გარეშე გაგიკვირდებათ თამარისა და ფერეცის პოვნა ჩვენი უფლის გენეალოგიაში. ფერეცი მეფე დავითის წინაპარი იყო. გავსოთ რუთში, წავიკითხავთ ჩვენ ამას მეოთხე თავში და შესაბამისად იესო ქრისტეს წინაპარი, მათეს სახარება 1:1. ეხლა პირველი არის მორალი. თუმცა ამ თავს გარკვეული პრაქტიკული ღირებულებაც აქვს ისტორიის გარდა. ერთხელ ის აჩვენებს თუ რამდენად საშიში იყო ღვთის ხალხისათვის ქანაანელებთან ერთად ქვეყანაში თანაცხოვრება. ყოველთვის იყო მათთვის სნუნება, რომ ეცხოვრათ როგორც მათ მეზობლებს და არა როგორც ღვთის ხალხს. ასევე არსებობს დრამატული კონტრასტი იუდასა და იოსებს შორის.
იოსებმა უარი თქვა კომპრომისზე წასვლაზე პოტიფარის ცოლთან, ჩვენ ამას წავიკითხავთ შემდგომ თავში, ალბათ დღეს გავაკეთებთ მაგასაც. მაგრამ იუდა უკვე შემთხვევით გამლელ უცნობ ქალთან წვება, რომელიც იცოდა რომ ეს მეძავი იყო. ასევე ხედავთ ამ ოჯახში იაკობის ტყუილის გამო შესაბამისი ნაყოფის მონკვას, რომ ეს ნაყოფი, რომელიც დაითესა, გახსოვთ ისააკის მიერ, სიცრუის მიერ, როგორ გრძელდება ჯერ იაკობში, შემდეგ კიდევ აქეთ იუდაში. იაკობმა სამოსელი გამოიყენა მამამისის ისააკის მოსატყუებლად, გახსოვთ, ხოლო იუდამ და მისმა ძმებმა იაკობის მოსატყუებლად იგივე გააკეთეს. გახსოვთ ხომ? ეხლა კი თამარი, ნახეთ, სამოსელს იყენებს მისი მამამთილის იუდას მოსატყუებლად. ასე რომ რასაც ჩვენ ვთესავთ, იმასვე მოვიმკით. შემდეგი არის აღთქმის თემი. იუდა პრობლემებში მაშინ გაეხვა, როდესაც ის ძმებს გამოეყო და ქანაანელებთან დამეგობრება დაიწყო. სამსონის მსგავსად, გახსოვთ სამსონი ეს არის საჯურების წინში ჩვენ წავიკითხავთ, მანაც დაინახა ქალი, რომელიც მოიწონა და ცოლად მოიყვანა. აბრაამიც და ისააკიც ფრთხილად იყვნენ, გახსოვთ რომ მათი ვაჟები არ დაქორწინებულიყვნენ ამ ქვეყნის ქალებზე, რასაც აკეთებს ესავი, რათა ისრაელის რჩეული თესლი კერპთახვანისმცემლობით და უზნეობით არ წაბილწულიყო. იოსების ძმები ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რაც მათ მამას არ მოსწონდა, მაგრამ იოსები მაინც უფრო უსაფრთხოდ იყო თავის ძმებთან, ვიდრე იმ ქვეყნის ხალხთან. სულ მცირე მათი ყოფნა იოსებს ახსენებდა, რომ მის აღთქმის შვილი იყო. და ჩვენ ამას რომაელთა წერილში კითხულობთ მე-12 თავში და მეორე კორინთელთა მე-6 თავში. შემდეგი არის მადლი. დაბადების წინში პატრიარქების ისტორია გვახსენებს ღვთის მადლს და მის უზენაესობას ადამიანების ცხოვრებაში. მამაკაცები და ქალები, რომლებიც მონაწილეობენ ამ მნიშვნელოვან დრამაში, არ იყვნენ სრულყოფილები და ზოგიერთი მათგანი განზრახ ურჩობდა კიდევაც, მაგრამ უფალი ისე იყენებდა ამ სიტუაციებს, რომ თავისი მიზნები და თავისი გეგმა აღესრულებინა. ეს ანიშნავს, რომ ღმერთმა მოიწონა მათი ცოდვები, რადგან მათი ცოდვები საბოლოოდ გამოვლინდა და დაისაჯა კიდევაც, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ღმერთს შეუძლია აიღოს ამ ქვეყნიურად შეძენილი ჩვენი სუსტეები, ჩვენი გადაცდომები, ჩვენი ცოდვები და მაინც აღასრულოს თავის განზრახვები. პირველ კორინთელთა წერილის პირველი თავის 26-დან 31 გულში პავლე კარგად აღწერს ამას. ახლა კი მოდით ისევ დაუბრუნდეთ იესოების ისტორიას. და ამით მთავრდება ეს ჩვენი ჩანართი, ძალიან პატარა ჩანართი იყო და შემდეგი არის შენიშვნები და მეც ცალკე გამოვყავი ეს, ცალკე ჩავწერ, იმიტომ რომ წიგნშიც ცალკე შევა ეს ჩანართი. პირველი შენიშვნა, ჩვენ არ ვიცით რა ცოდვები ჩაიდინა ერმა, რომ ღვთის სამჯარო დაემსახურება, მაგრამ ონანის ცოდვა იყო მისი უარი ოჯახის შექმნაზე, რათა გარდაცვლილი ძმის სახელი გაეგრძელებინა. და ამას ჩვენ მეორე რჯულის 25 თავში კითხულობთ, მერე როდესაც მოსეს დაუდებს ღმერთი ამას და რუთის მეოთხე წიგნში ლაპარაკია ლევირატის კანონზე. ამას ეწოდება ლევირატის ქორწინება, ლათინური სიტყვა ლევირ, რაც ნიშნავს სიძეს. მე-9 მუხლში ზმნების დრო მიუთითებს, რომ როდესაც ონანს და მის ცოლს ჰქონდა სქესობრივი კავშირი, ის წყვეტდა მას, რათა ქალი არ დაორსულებულიყო. ღმერთის მორჩილებისადმი ასეთი განმეორებითი უარი უფალს არ მოეწონა და ღმერთმა მოაკვდინა იგი. სამწუხაროა, რომ მასტურბაცია ასოცირდება ონანთან, ონანიზმი, რადგან ის ამ ამბავში საერთოდ არ შედისო. მეორე მარიამის გარდა კიდევ 3 ქალია დასახებული მათეს იესოს გენეალოგიაში. გახსოვთ ხომ? თამარი, რახაბი და რუთი. უჩვეულო იყო ქალების დასახელება ებრაულ გენეალოგიაში და განსაკუთრებით ასეთი 3 ქალის. იმიტომ რომ თამარი იყო ქანაანელი, ეხლა წავიკითხეთ ხო იუდასი, რომელიც მეძავს წარმოადგენდა. რახაბი იყო მეძავი, თავად მეძავი, პროფესიით იერიხონში. ამას იესონავეს ძის წიგნში წავიკითხავთ. ხოლო რუთი იყო მოაბელი, რომელმაც იუდაიზმი მიიღო და იუდაელი გახდა. ანუ 3-ვე წარმართი იყო და ორ მათგანს თამარს და რახაბს ძალიან ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. ხედავთ? და ნახეთ, ამბობს ვორენ უილსი, რაგვარი დემონსტრირებაა ღვთის მადლის, როდესაც ეს 3 ქალი ქრისტეს გენეალოგიაში შეიყვანა.
მესამე შენიშვნა არის ღმერთმა კედელი აღამართა იუდაელებსა და წარმართებს შორის არა იმიტომ რომ ებრაელები სხვა ერებზე უკეთესები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ისინი განსხვავებულები იყვნენ, გამოყოფილი მისი ღვთაებრივი მიზნებისათვის. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე ჩვენი მხსნელი მოვიდა და მოკვდა მსოფლიო ცოდვებისათვის, ღმერთმა ნათლად განაცხადა, რომ განსხვავება უკვე აღარ არსებობს. ეს ჩვენ უკვე მოციქულთა საქმეებში მე-10 თავში კითხულობთ, ასევე რომაელთა მე-3 თავში პავლე ამას კარგად აღწერს და მე-10 თავში რომაელების მე-12 თავში იგივე სიმეორებს. ეს იყო ძალიან მოკლე ჩანართი და მადლობა მოსმენისათვის.